პრინციპში მოსალოდნელი იყო, მაგრამ მე მაინც ვალდებული ვარ ჩავწერო ამასთან დაკავშირებით ვიდეო ბლოგი. და ამ თემაზე მე ვისაუბრებ ჩემს საავტორო გადაცემაში კონტექსტი, რომელიც 11-ის ნახევარზე დაიწყება ფორმულას ეთერში ვრცელი ედიტორიალი მეკნება, ამ თემაზეც ვისაუბრებ და სხვა ამბებზეც, მაგრამ ამას კი ვერ ავწდები ვერც ვიდეო ბლოგში და წავიკითხავ ნიკა ფარულავას ამგვარ პოსტს. 10 წლიანი განშორების შემდეგ წარმოიდგინეთ, ვანო ნადირაძე არ იმყოფებოდა სამშობლოში 10 წელი. ვანო ნადირაძე დაუბრუნდა თავის სამშობლოს. ვანო ნადირაძე არის არა გარდაცვლილი, ასე არ შეიძლება თქვა, არამედ დაღუპული, მიუხედავად იმისა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი და ახლა კი გავაგრძობ ნიკა ფარულავას ტექსტის კითხვას. დაუბრუნდა თავის სამშობლოს 10 წლიანი განშორების შემდეგ მებრძოლი ვანო ნადირაძე. დაუბრუნდა ორი დროშით, უკრაინის სახალხო გმირის წოდებითა დიდი ისტორიით. დაუბრუნდა, მაგრამ პირველად ხდება, რომ სამგლოვიარო პროცესში საპატიო ყარაულის მონაწილეობაზე უარი გვითხრეს. ეხლა მე დავსვავ კითხვას. ადრესატი ირაკლის შიქოვანი, ადრესატი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი გენერალი, ადრესატი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ადრესატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ადრესატი უკლებლივ ყველა პროფესიონალი თუ ნახევრად პროფესიონალი თუ პატიოსანი თუ ნახევრად პატიოსანი თუ არაპატიოსანებს ალბათ აიც არ მიუმართავ. მე გეკითხებით თქვენ. კაცი დაიღუპა უკრაინაში, გარდაიცვალა მესმის, ესე საბრძოლო მოქმედებების არ დაღუპულა, დროს არ დაღუპულა, მაგრამ მას აკითხავთ, მაინც უნდა ვუწოდოთ დაღუპული სწორედაც რომ, იმიტომ რომ ის იბრძოდა უკრაინაში. 10 წელი არ არის დამყოფი საქართველოში და საპატიო ყარაულის მონაწილეობაზე, საპატიო ყარაულზე ჩამოსვენებისას ეუბნებით უარს ახლობლებს ოჯახისა, რომლებიც მოგმართავენ თხოვლით. რატომ? ნიკა ფარულავა წერს. იმ კაცს უთხრეს, ოჯახის წევრებს უთხრეს რეალურად უარი, მაგრამ იმ კაცზე თქვეს უარი, საპატიო ყარაულზე იმ კაცისთვის, რომელსაც 3 დეკადა ფორმა, 3 დეკადა არის 30 წელიწადი. 55 წლის იყო და არის ვანო ნადირაძე. 3 დეკადა ფორმა არ გაუხდია და ახლობით იმდენი, რამდენი ხანიც არის, რაც ღალატობს, ცოტა მეტია იქ, მაგრამ მაინც ღალატობს ბიზინა ივანიშვილი ამ ქვეყანას. საკუთარი სამშობლოსათვის ფორმალურ საბაბებს არ აქვს მნიშვნელობა იმ ერთი დიდი დაავადების გამოვლინება, რაც რეჟიმის სახით ჩვენ სამშობლოს ჭირს. ძიას, ანუ ვანო ნადირაძეს, როგორც თავად იტყოდა, გაუტყდებოდა, მაგრამ რამდენიმე წამში დააყოლებდა, დაიკიდეთ რა, ანუ ეს რომ სწოდნოდა, რომ საპატიო ყარაულს არ დაახვეძებდნენ ვინმეს, თავის თავზე როგორ ეწოდინებოდა გარდაცვლილ კაცს. რადგან მოქალაქეებმა მიაგეს პატივი, საპატიო ყარაული კი ვეტერანებმა წამოუწყეს, ეს ძალიან კარგია, რომ ვეტერანებს მოუწყიათ და არის აქ კადრები ჩამოსვენებისა, მე ვერ დავესწარი, ვერ მივედი, იმიტომ რომ კონტექსტი მაქვს დღეს საღამოს მერის და ტექსტზე, მათ შორის ამ თემაზე ტექსტზე ვმუშაობ და კვლავ მიმართავ თავდაცვის მინისტრად წოდებულ შიქოვანს, გენშტაბის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრად წოდებულს და ასე შემდეგ. რატომ არ დაახვედრეთ? ეხლა მე გეტყვით, რატომ არ დაახვედრეთ? ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ, როგორც თქვენ არა საზოგადოებას. ამბავი ის არის, რომ ბიზინა ივანიშვილი უშუალოდ მაქსიმალურად ცდილობდა ყოველთვის და მიდიოდა გადაწყვეტილებამდე, რომ საპატიო ყარაული არ დაეხვედრენებინა, არ დახვედროდა, უფრო ზუსტი სიტყვა აცხადია, არც ერთ მეომარს, რომელიც დაღუპულია, რომელიც დაიღუპა უკრაინაში. ესეთი კი ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი. მაგრამ ვერასოდეს ბედავდა ამას, იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა იყო საკმაოდ ძლიერი და მოთხოვნაც იყო ლეგიტიმური. ვანო ნადირაძესთან მიმართებაში ბიზინა ივანიშვილმა ეს კომპლექსი ან საკუთარი ეს გადაწყვეტილება მაინც სისრულეში მოიყვანა. იმიტომ რომ ვანო ნადირაძე იყო მკვეთრზე მკვეთრი საჯარო პირიც, ხშირად აკეთებდა კომენტარებს, გამოდიოდა მედიის საშუალებებში, ჰქონდა რაღაც ვიდეო ბლოგები თუ ვიდეო ჩართვები და პირდაპირ მნიშვნელობით გადაუვლიდა ხოლმე და გადმოუვლიდა ამ არსებულ ხელისუფლებას. ამასთან კეთილხმოვანებით, კეთილსიტყვიერებით ის არ გამოირჩეოდა, მოდით ვიყოთ გულახდილები და ამის გამო დამატებით ვერ იტანდა, ეზიზღებოდა ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად და მის ყველა ქვემდებარეს, რომელიც ამ დე-ფაქტო ხელისუფლებაში. უთუოა და უდაოა, რომ
დავახვედროთ თუ არა საპატიო ყარაული თუ ეს ვინმე გაბედა საერთოდ ამ კითხვის დასმა კითხვა დაუსვეს რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას რომელმაც მიუტანა ენა კი არა ხმა ბიზინა ივანიშვილს და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილმა მიუტანა კი არა გადმოსცა გადასცა უკვე თავის ახლო გარემოცვას და მათ კი დაავალეს თავდაცვის უწყებას რომ არავითარ შემთხვევაში საპატიო ყარაული არ უნდა ყოფილიყო ვარონ ნადირაძის ცხედრის გარშემო კვლავ ვიმეორებ იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ვერ იტანს ვერავის ვინც თავისუფლების მოყარეა და პირველად გაბედა ხაზს უსვამ იმიტომ რომ მას უკვე დედამიწა თუ ცაკუდა და დედამიწა ქალამნათ არ მიაჩნია და პირველად გაბედა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ აი სამბავი ამით არ სრულდება ბატონებო რომ ვიცოდეთ მაინც რაღაცი პირველად გაბედა და ჯვარისწერია ყველა მეომარს ვინც იბრძვის ახლა უკრაინაში მაგრამ ჩვენ დაზღვეულნი არა ვართ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ უზარმაზარი საშინლესი ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ არა ვართ დაზღვეულნი სხვა მეომრების დაღუპვისაგანაც ყველა ჯვარისწერია კვლავ ვიმეორებ და რაღა ივანიშვილს გაბედული აქვს ეს ანუ გაბედა ეს ყველაფერი უკვე შემდგომ ამგვარი ტრაგედიებისა თუ იქნება და მაინც ფრთხილად უნდა ვიყო და მოზომილად უნდა თქვა თუ იქნება ამგვარი ტრაგედიები ბიზინა ივანიშვილი აღარავის აღარ დაახვედრებს საპატიო ყარაულს ანუ მხედრული პატივით არ დაკრძალავენ არავის ამ ქვეყანაში დამოუკიდებლად იმისა ვინ რას აკეთებდა ამ ქვეყნისათვის სად იყო უკრაინაში თუ სად არის ახლა თუ სად იყო თუ სად არის საქართველოში. დიახ, ბიზინა ივანიშვილი გარდა იმისა, რომ დესუვერენიზაციას აკეთებს ყველა მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია მისთვის, რომ მაქსიმალურად შელახოს, შერყვნას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელი, რეპუტაცია, იმიჯი, ფორმა, როგორც ასეთი, ფორმაც კი გააცამტვეროს თუ გააბაიბუროს თუ გააბაიბრუოს, როგორც არის ეს სიტყვა, ხშირად ვერ წარმოვთქვამ ხოლმე. ეხლა რაც შეეხება ვარონ ნადირაძეს, დაკრძალვა იქნება, ის ჩამოასვენეს დღეს და მისი სახით ამ მარაცოცხალი კაცის სახით მოდი გაუმარჯოს ჩვენს შეერაღებულ ძალებს, რომლებიც არიან ახლა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე. და ისევ ნიკა პარულავას ტექსტის ბოლო ნაწილს წავიკითხავ საქართველოსთვის საქართველოს სახელით ოკუპანტის ტრის წინააღმდეგ ბრძოლი ყველა ქართველის სახელით უნდა გავიმარჯვოთ ეროვნული ღირსების საკითხია. ეროვნული ღირსების საკითხია. ეს ამბავი დამატებითი დასტურია, ანუ პარტნიორი ყარაული რომ არ დაახვედრეს, რომ ესენი არიან კოლაბორანტები.